მოვედი მეორე კალთთან. დააგეს გზა და ეხლა ჭრიანოს კუთხედება და ეს ხალხი ესეთი ბრუტი რა გაგეხარდება რაღაც ადამიანს რა ადგილია რაღაც ახალი გზა დააგეს ნორმალურად გამოიყურებოდა ამონტრეულია ყველგან ზოგან დახაზულია სადაც უნდა ამოჩა ზოგან მაგალითად არის გადაჭერილი რომ უნდა ამონტრიონ მონ ფული მოწეხო დალეწავს მოსპობს ყველა რამოდენიმე წლის წინ მახსოვს კალაძემ თქვა მე ვიქნებიო მერი რომელიც ყველა მერისგან განსხვავებული ქუჩას რომელსაც გადათხრის და დააგებს დასრულებულ ქუჩას აღარ გადათხრისო ერთი ქუჩა რომელი არსებობს რაც დააგო და არ გადათხარა მინიმუმ ერთხელ 100-იანის ქუჩა არის საბურთალოზე თითქმის წელიწადი აგებდა მგონი მაგ ქუჩას თუ მეტი არა 300 მეტრია სულ ქუჩა დაასრულა თუ არა ერთი თვე არ იყო გასული ათხარეს, დათხარეს, დალეწეს, რაღაცები ჩაყარეს, ამოჭრეს მიწები, თავიდან დაასხეს და რამოდენიმე თვეში აი გეგონება კატერით მიდიხარ ზღვაზე რა, დამეწყრილია მთელი ქუჩა. ის სირცხვილი არის ყველაზე მსუბუქი სიტყვა, რაც შეიძლება უწოდო აი ამათ საქციელს რა, გინდა მაგისაც და გინდა მისი სამეგობროს. აქ გასაგებია რომ ვერაფერს ვერ დაგაკლებ. რა დარწმუნებული ხარ, რომ საიქიოში მაინც არ არსებობს სამართა. ეგ მაინტერესებს ერთადერთი რა, რასაც უყურებ ახლა დღევანდელ თანამდებობის პირებს. რატო არიან დარწმუნებულები, რომ საიქიო არ არსებობს? ყვდებით და ვქრებით. აი ამაში რატო ხარ დარწმუნებულები? ეგ არის რაც ვერ გავარკვიე ჯერჯერობით რა. ხერო მოჭრა ხო? ორჯერ მოჭრიან რომ ორჯერ აიღონ ხელფასი. ეს არის ახალი დაგებული ასფალტი და რო შევარდე სიჩქარით ამოტრიალდები. რამდენიმეჯერ დავრეკე აი სამაშველოდ რაც ქვია, სამაშველო ხო? რა საბადურის დღეში აი გადმოწეული ხეები რო გზაშიც რამოდენიმე შეხვდა გადაჭრილები რო გამოსეული. ერთი წლის წინ იყო გზაზე ეგდო რომ მივედი და დამხდა თორე ცოტა ადრე რომ ისულიყო დამაჭეჭყებდა მანქანას თავზე. ვეუბნები რომ გამოყევის დრუჟბით ამას ხო მილიარდები არ უნდა რა მე არანაირი რა ორგანიზება მაგას უნდა ხო? წვიმების სეზონზე მძიმდება, ოდნავ თუ მომპალია ხე ტყდება, მე ქარი იცის აქ ძალიან ძლიერი ასევე თოვლი იცის, 8 თვეს მძიმდება ეს ტოტები, ასფალტს რო აკებენ და მე-4 და მე-5 თხიან და აზიანებენ, ეგ არის სიღორე. რომ ფულის გულისთვის ფეხებზე კიდია რაღაცა აკეთებ რაღაცას და აფუჭებ, იმიტომ რომ ცოტა მეტი ფული აიღო. ეგ არის სიღორე. აი ხეებთან მიმართებაში რაც ხდება რომ ხალხი ფეხებზე კიდიან, ეგ არის სიბოროტე. ცელის იმას ვერ პოულობ. ხარზე გადასაკიდებად. ისევ ცადე და რთული ბაბი აღმოჩნდა, ამიტომ მომიწია კუსტარულად რაღაცის აფიქრება. ჩემ ვაგონს ფსიკები დაუფლებიან. ერთჯერ უკრენია ასეთებს ზაფხულში და დიდი არაფერი, მაგრამ სასიამოვნოც არ არის. თან არ მინდა რომ გავწყვიტოთ ხოლმე. რა გიყოთ თო? აი ერთხელ თუ მიკრენთ გაგენძრევათ მე გამოვიჩენ ჰუმანურობას.
ბზიკებმა, ჰუმანურობა მოკლედ როგორც ადამიანებში აჭრის, ესე ყოფილა ბზიკებშიც. არ გინდოდათ ხო? კოჰაბიტაცია. ესეთი გამოვიდა ჩემი დაგებული ფილები. ამას მე 1-2 წვიმა გაამაგრებ და 5-ზე იქნება. დის მე განახებთ ვის უნდა უკბინოთ. მოდი. დავიდი.